გამარჯობა, მე გლახავართ მარიამ ვადიდაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების გაყოფილების წარმომადგენელი. და დღეს გთავაზობთ საინტერესო ლაივ ჩართვას, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ თანამედროვე დაზღვევის მნიშვნელობაზე ყოველდღიურობაში. 2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ფინანსური განათლების პლატფორმა Finedu Goji-ზე 24 აპრილიდან საინტერესო თემატური აქტივობები დაიგეგმა, მათ შორისაა დღევანდელი ლაივიც. კამპანია მიზნად ისახავს დაზღვევის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. რა დატვირთვა აქვს დაზღვევას თანამედროვე სამყაროში, რა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეებს ხვდებით, რატომ არის დაზღვევა არა მხოლოდ საჭიროება, არამედ პროგრესული გადაწყვეტილება. ამ საინტერესო საკითხებს დღევანდელი ლაივ ჩართვის განმავლობაში თბილისი დაზღვევის სტრატეგიული პროექტების მართვის გაყოფილების უფროსი ერენე მებუკე მიმოიხილავს. ლაივის განმავლობაში შეგიძლიათ თემატური კითხვები მოგწეროთ, რომლებსაც აუცილებლად გავაჟღერებთ და სპიკერისგან პასუხებსაც მივიღებთ. ჩართვის ჩანაწერი კი Finedu-ს ვებსაიტზე მოგვიანებით შეგიძლიათ იხილოთ. ელენე, თქო გაგვიზიარო დაზღვევას რა დატვირთვა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაში და მიმოიხილოს შენი გამოცდილებიდან დაზღვევის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები. მადლობა. მადლობა მარიამ, მივესალმებ მაყურებელს. მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრო და ასევე ვულოცავ ყველას დაზღვევის დღეს. გავაზიარებ პრეზენტაციას და თან დავიწყოთ ლაივი. ჩანს ხომ ჩემი პრეზენტაცია? დღეს ვისაუბრებ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის თანამედროვე დაზღვევის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში. თანამედროვე სამყაროში დაზღვევის მნიშვნელობა ძალიან გასაგები არის და დაზღვევა დღეს გვაძლევს სიმშვიდის, მომავლის დაგეგმვის და ნაკლები სტრესის და მეტი დაცულობის შეგრძნებას. ყოველდღიურობაში ჩვენი საჭიროებები იზრდება, ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, თავიანთი მოძრავი თუ უძრავი ქონების მართვას, შესაბამისად მათ ჭირდებათ ფინანსური და ემოციური გარანტია, რომ მათ სტაბილურობის შეგრძნება ექნება და სწორედ ეს არის დაზღვევა. რომ წარმოვიდგინოთ, რომ რა ხდება მაშინ, როდესაც არ გვაქვს დაზღვევა, ან არ არსებობდა დაზღვევა, ნებისმიერი მოულოდნელი შემთხვევა შეიძლება გამხდარიყო დიდი ფინანსური პრობლემა და მათ შორის სასიამოვნო ეპიზოდები ჩვენი ცხოვრების, როგორც არის მაგალითად მოგზაურობა, ან ბინის შეძენა, ან ავტომობილის შეძენა გადაქცეულიყო პრობლემად. შეიძლება მაგალითად ჯანმრთელობის მოულოდნელი სამედიცინო ხარჯები გაჩნდეს უსებ და რაც სერიოზულ ფინანსურ ტვირთად ექცეს ადამიანს, ან მოგზაურობისას გაგიუქმდეს ფრენა, დაგეკარგოს ბარგი ან დაკარგო პასპორტი და ეს ყველაფერი გამოიწვევს ღელვას ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირდება და შესაბამისად იმისთვის ეს ყველაფერი ავიცილოთ და ვიცხოვროთ უფრო მეტად მშვიდად, ამისთვის ჭირდება ჩვენს ყოველდღიურობაში დაზღვევა. უფრო კარგად რომ შევეხმართ თემას, ყოველდღიურად რას გვიცვლის დაზღვევა და როგორი გახდა თანამედროვე დაზღვევა და რაში გვეხმარება, გეტყვით, რომ როგორც უკვე ვახსენე, ეს არის სიმშვიდესთან ასოციაცია, სტრესისგან განთავისუფლება, იცი რომ შენი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობ და პარალელურად შენი ყოველდღიურობა დაცული არის. ასევე წინხედვის შესაძლებლობაა, დაზღვევა არ არის მხოლოდ როგორც ადრე იყო, თქვათ რაღაც შემთხვევა რომ მოხდებოდა ამისგან დამცავი ინსტრუმენტი. ეს არის წინხედვის დაგეგმვის სტაბილურობის არჩევის შესაძლებლობა, რაც ადამიანებს საბოლოო ჯამში უფრო უმარტივებს ცხოვრებას და ნაკლებ ანთავისუფლებს სტრესისგან. დღევანდელი დაზღვევა საკმაოდ შეცვლილი არის, ადრე თუ მომხმარებლებისთვის ძალიან რთულ პროცესებთან იყო დაზღვევა დაკავშირებული, დღეს ბევრად გამარტივებულია და მთლიანად შეიცვალა ის ბიუროკრატიული, თქვათ, ფინანსური ინსტიტუტი, რაც იყო დღეს და დღევანდელ დღეს. როგორი იყო ადრე დაზღვევა, რომ თქვათ, რთული, ხანგრძლივი პროცესებით დახუნწული ბევრი დოკუმენტაციების თან ასოცირებული ბევრ საბუთთან დოკუმენტთან მომხმარებლისთვის და რაც თავარია დროსთან დაკავშირებული, რომ
ყველა მომხმარებელმა იცოდა, რომ დაზღვევა მოითხოვდა თქვათ დიდ დროს. დღეს ეს ყველაფერი გამარტივდა, გახდა მომხმარებელზე მორგებული, მომხმარებლები თავად მართავენ მათი საჭიროებებისგან გამომდინარე დაზღვევას, მათზე მორგებულია უკვე პროცესები და რაც თავარია, ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ანუ მთლიანად ეს ყველაფერი გადავიდა ციფრულ გამოცდილებად და როგორც ნებისმიერი ციფრული პროცესი, როგორც იქნება მაგალითად კომუნალურების გადახდა თუ სხვა მარტივი ყოველდღიური პროცესი, დაზღვევაც გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. შემიძლია ასევე გესაუბროთ იმაზე, რომ ეს პროცესები მთლიანად იქცა ერთ რაღაც ეკოსისტემად, მარტივ ფუნქციონალად, მაგალითად, სადაც მომხმარებელი თავად ირჩევს, როგორ მართოს დაზღვევა მისი სურვილის სამეფოდ. ან თანამედროვეობაში ადამიანები უფრო ცდილობენ, რომ მართონ რისკები და თავიდან აიცილონ ფინანსური გაურკვევლობა, შესაბამისად, წინასწარ უკვე თვითონ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, თქვათ, ეწერებიან ექიმთან, იღებენ ინფორმაციას მედიკამენტზე, ადარებენ სხვადასხვა დაზღვევის პროდუქტს, უკვე თვითონ მართავენ და ირჩევენ მათთვის სასურველ პროდუქტებს, მათზე მორგებულს და უცრავად შესაბამისად ეს უფრო უმარტივებს მათ ცხოვრებას. ერთი ციფრული გამოცდილებით, მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პოლისები, მათზე აირჩიონ მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები, მიიღონ და არეგულირონ მაგალითად ზარალის შემთხვევაში თავიანთი შემთხვევები, მაგალითად თუ ხარ წასული სამოგზაუროდ მარტივად შეგიძლია ციფრული ეკოსისტემით თუ რაღაც დახმარება დაგჭირდა, მიიღო ეს დახმარება, დაზღვევა როგორც პარტნიორი გაგიწევს დახმარებას და თქვათ აღარ იქნები მარტო ამ რთულ პროცესში. და ეს ყველაფერი ერთად გიქმნის უფრო დაცულობის შეგრძნებას. დღეს დაზღვევა არ არის მარტო რაღაც ერთი პროდუქტი, ან თქვათ რამოდენიმე პროდუქტი, მხოლოდ მოვალეობის რაღაცა დიდი ფინანსური რისკის აცილების მიზნით ნაყიდი პროდუქტები, დღეს არის უფრო ერთიანი გამოცდილება, რომელიც გეხმარება, რომ მართო შენი ჯანმრთელობა, მართო შენი უძრავი თუ მოძრავი ქონების უსაფრთხოება, წინასწარ დაგეგმო ეს ყველაფერი და გაანალიზო და შესაბამისად ბევრად შეცვლილია მისი საჭიროებაც ჩვენს ყოველდღიურობაში. რაც მნიშვნელოვანია და რისი გაზიარებაც მინდოდა, რომ ადამიანებს ადრე და შეიძლება დღესაც ნდობა დაზღვევისადმი ნაკლებად ჰქონდათ, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა იმით, რომ დღეს თვითონ სადაზღვევო ინდუსტრიაც და ტექნოლოგიური განვითარებაც ერთად აძლევს დაზღვევას მომხმარებლებს იმის შესაძლებლობას, რომ აირჩიონ მათი სასურველი პროდუქტები, თვითონ გაეცნონ, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, თქვათ, არ იყიდონ მათზე თავზე მოხმოვლი პროდუქტი და მათი საჭიროებიდან გამოვიდნენ და მათთვის შესაბამისი იქნება ეს ავტოდაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, კრიტიკული დაზღვევა თუ სამოგზაურო დაზღვევა შეიძინონ. ასევე ტექნოლოგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიებმა სრულად შეცვალა დაზღვევასთან ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები დროს ზოგავენ, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ინტერესს აჩენს, რომ შეიძინონ დაზღვევა უფრო მარტივად. და ბოლოს მინდა კიდევ გავუსვა ხაზი იმას, რომ დაზღვევის ქონა ასოცირდება უსაფრთხოებასთან და სიმშვიდესთან და ამიტომ იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და არ ვიღელვოთ ყოველდღიურობაში, უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად ამ პროდუქტებს. კითხების შემთხვევაში სიამოვნებით ვუპასუხებ. გმადლობ ელენე, ძალიან საინტერესო და სახალისო ვიზუალებით იყო პრეზენტაცია. ტექნოლოგიურ ნაწილს ახსენებდით და მაგაზე მინდა რომ ჩემი ის გავიხსენო, მეგობარს დავიწყდა მოგზაურობის წინ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა და აეროპორტიდან დამირეკა რა ვქნაო და მან გამახსენდა რომ ონლაინ არის გადასარავის შესაძლებლობა რომ შეიძინო იქვე, სადაც უკვე გაფრენის მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე და ეს ყველაფერი ძალიან კომფორტულია მომხმარებლისთვის. რაც შეეხება კითხვებს, კითხვა შემოგვივიდა და დაგისვათ თუ შეიძლება, როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავარი ფაქტორი, რომელმაც დაზღვევა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია თანამედროვე სამყაროში? ძალიან კარგი კითხვა. დიდი მადლობა მარიამ, ნამდვილად კარგი კითხვა.
რეალურად ეს ყველაფერი შეცვალა იმან, რომ ყოველდღიურობაში უფრო მეტი საჭიროება გაუჩნდა მომხმარებელს, თქვათ, უფრო და უფრო მეტად ფრთხილად ექცევა თავის ჯანმრთელობას, თავის უძრავ ქონებას, მოძრავ ქონებას და უნდა რომ წინასწარ ქონდეს ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება გაუფრთხილდეს ყველაფერს და შესაბამისად ამანაც და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმაც გონია რომ ერთიანად განაპირობა ის რომ დასწრობის მოთხოვნაც გაიზარდა, დასწრობის ცნობიერებაც შესაბამისად ამაღლდა. აი როგორც შენახსენე, მოგზაურობა უკვე ასოცირდება, რომ ყველას უნდა გქონდეს დასწრობა და თუ ვთქვათ ბოლო მომენტში დაგავიწყდა დასწრობის შეძენა, ყველა მიცის, რომ შესაძლებელია, რომ ნებისმიერ არხში შეიძინოს დასწრობა და უფრო დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს. და მგონია, რომ ეს გასავთ ისმის ხო ჩემი ხო? კი, გმადლობ ელენე, კიდევ შემდეგ კითხვას გავაჟღერებ თუ შეიძლება. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ დაზღვევის პროცესი იყოს კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი და რა შეცვლით ამ მიმართულებით? გვაინტერესებს ალბათ უფრო პროგნოზების ნაწილი, როგორი გეგმები გაქვთ განვითარების მხრივ. მადლობა. კი, ნამდვილად იქიდან გამომდინარე, რომ დრო ძალიან აჩქარებულია და თავარი ყველა უფრთხილდებით დროს და გვინდა რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯოთ ბიუროკრატიულ და უსიამოვნო პროცესებზე. გვინდა რომ დაზღვევა იყოს ის პარტნიორი, რომელიც დაგეხმარება, რომ ეს ყველაფერი მარტივად მართო, იზრუნო შენ ჯანმრთელობაზე მაგალითად მარტივად და გვინდა რომ ჩვენ მომხმარებლებს ზოგადად ალბათ ძალიან დასწრობის ინდუსტრიასაც უნდა რომ უფრო მეტი სერვისი შესთავაზოს მომხმარებლებს, უფრო განვითარდეს, უფრო მოკლე დროში მოხდეს ნებისმიერი შემთხვევის რეგულირება ან კონსულტაცია იქნება ეს თუ სხვაგვარი ჩართულობა და რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო დააჩქარებს, პროცესები კიდევ უფრო შეიცვლება და გამარტივდება და მომხმარებლებზე მორგებული გახდება. ელენე, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, თუ შეიძლება, თქვენი გამოცდილებიდან ან დაკვირვებიდან ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა დაზღვევის არ არსებობამ სერიოზული სირთულე შექმნა და როგორ შეიძლებოდა ამ რისკის თავიდან აცილება, გვეკითხებიან. ჩემი გამოცდილებიდან, აი ძალიან მარტივი შემთხვევა, რაც ყოველდღიურობაში შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. მეგობართან ერთად ვგზავრობდი, როცა ჩემი მეგობარი დაეჯახა სხვა ავტომობილს, რომელიც იყო მაღალი ღირებულების და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეგობრის ავტომობილი არ იყო დასხეული, არც მესამე პასუხისმგებლობის პირის დასხევა არ ქონდა, შესაბამისად, ცხებს საკმაოდ დიდ თანხებთან მოუწია გამკლავება და იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ საკმაოდ შემთხვევა სტრესია, ემოციურად რთული პროცესი არის, ამ დროს და ბევრ ამასთან გიწევს ერთიანად გამკლავება, ადამიანები მომენტალურად ვისტრესებით, რომ აი ეს ფინანსური ხარჯი, რაც მოვიაზრებთ, რომ იქ დაგვაწება, რა უნდა გავაკეთოთ მაგ შემთხვევაში და ფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მარტივი პროდუქტები, ისეთი როგორც არის მაგალითად მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობა, რომელიც მსგავსი შემთხვევებისგან გაზღვევს, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ვთქვათ, ქონოდა შემეგობას და ქონოდა იმ მომენტში და ვთქვათ, ამ რისკი იქნებოდა თავიდან აცილებული და მგონია, რომ მსგავსი შემთხვევები ბევრ ადამიანს აქვს, რომ აი სამწუხაროდ ეგეთ შემთხვევებიც არის, რომ როცა რაღაც გემართება, უკვე მერე ხვდები დასწრობის მნიშვნელობას და მერე ხდება პროდუქტთან გაცნობა და სხვადასხვა მოძიება სხვადასხვა პროდუქტის და უკვე დასწრობა შემდეგი რისკების. ესეც კარგია, რომ რაღაც პირადი გამოცდილებაც არის იმის ინდიკატორი, რომ სამომავლოდ მართოთ ჩვენი რისკები უფრო გონივრულად და წინასწარ დავგეგმოთ. გმადლობა ელენე, ჩაგეკითხებით თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი თქვენი პირადი გამოცდილებიდან, აი მაგალითად, როდესაც თქვენ მეგობარს ეს სამწუხარო ფაქტი შეემთხვა, ხო? მას შემდეგ მან ალბათ დაიწყო მოძიება ინფორმაციის, ნახა ალბათ სხვადასხვა სადაზღვაოს ესენი შემოთავაზებული პირობები და შემდეგ დაეწყო სავარაუდოდ. თავარი კითხვა, ახლა ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? ანუ თუ აქვს სადაზღვაო პროდუქტებს გარკვეული ტიპის მოცდის პერიოდი. ანუ აი მე რო დავუშვათ დღეს რო ვიყიდო ავტომობილის დაზღვევა ან უძრავი ქონების დაზღვევა არ აქვს მნიშვნელობა, თუ უნდა დავიცადო რაღაცა დრო და მერე თუ ასე ვთქვათ გააქტიურებას თუ ჭირდება გარკვეული დრო, სანამ მისაგებლებ აი ამ დაზღვევის სიკეთეებით.
კარგი კითხვა. Სადასხო ბაზარი თავაზობს სხვადასხვანაირ პროდუქტებს დღეს. არსებობს პროდუქტები, რომელსაც აქვს მოცდის პერიოდი, თუმცა ეს მოცდის პერიოდი არ ეხება ისეთ მარტივ პროდუქტებს, როგორც მაგალითად ვახსენე მესამე პირის დაზღვევა და არ ეხება მაგალითად ავტოდაზღვევის შემთხვევებს. თუმცა გვაქვს პროდუქტები, რომელიც მაგალითად არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ეს არის რაღაც კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაზღვევა არის და სამომავლოდ ფიქრობ, რომ ალბათ გაიზრდება ბაზარზე ამ პროდუქტის ცნობადობაც, რადგან მნიშვნელოვან რისკებს ასხვევს. არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პროდუქტები, რომელიც რაღაც მოცდის პერიოდს გარკვეულს მოიცავს და მერე უკვე შედის ზალაში. და ეს დაზღვევა, აქ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაზღვევა არის რთული დაავადებებისგან დაზღვევა არის, როგორც არის ონკოლოგიური ან გულის დაავადებები და კარგი იქნება ამ პროდუქტზე ცნობადობაც თუ გაიზრდება სამომავლოდ. სხვადასხვა ტიპის 21-მდე ფარვა არის. გმადლობთ ელენე, კეთილი, მე მგონი კითხვები ამოვწურეთ ამ დროისათვის, რაც შემოვიდა მომხმარებლებისგან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო ლაივისთვის და კითხვებისთვისაც მათ შორის. მაყურებლებს შევახსენებ, რომ აღნიშნული ლაივის ნახვა შეგიძლიათ უკვე მოგვიანებით ფინანსის ვებგვერდზე, YouTube-ზე და ასევე Facebook გვერდზეც და მე ამ ეტაპისთვის დაგემშვიდობებით მოვდავნე ლაივისთვის. გმადლობთ მაყურებლებს, გმადლობთ ელენე დასწრებისთვის. მადლობა თქვენ და ულოცავ ყველას დასვევის დღეს კიდევ ერთხელ.